რაბედიელი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ქართული ოცნების მიერ დაანონსებული ახალი განათლების რეფორმების პირობებში. რეფორმის თანახმად სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების რაოდენობა მცირდება და მათი გადანაწილება იგეგმება შემდეგი პრინციპით: ერთი ფაკულტეტი ერთი ქალაქში. აღსანიშნავია, რომ პროცესში არავის არ გახსენებია 1+4 პროგრამა, რომლის საშუალებითაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები უნივერსიტეტში მშობლიურ ენაზე აბარებენ გამოცდას, 1 წლის განმავლობაში სწავლობენ ქართულ ენას, ხოლო შემდეგ სწავლას მათ მიერ არჩეული ფაკულტეტებსა და პროგრამებზე აგრძელებენ. ეს პროგრამა უკვე 10 წელზე მედია ფუნქციონირებს. ამ პროგრამამდე უმაღლესი განათლების მიღება ეთნიკური უმცირესობებისთვის თითქმის შეუძლებელი და წარმოუდგენელი იყო. ალტერნატივად აზერბაიჯანში ან სომხეთში სწავლა რჩებოდა, რაც დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვდა. აქვე დავამატებ იმასაც, რომ 1+ პროგრამა არ იყო უნაგლო და საჭიროებებდა ცვლილებებს. პროგრამის ხარისხი განსხვავდებოდა უნივერსიტეტების მიხედვით. თუმცა ხაზგასასმელია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პროგრამასთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა ისიც იყო, რომ სტუდენტების ნაწილს უჭირდა 1 წლის განმავლობაში ქართული ენის სრულყოფილად სწავლა, რის გამოც წლის ბოლოს სწავლის თავს ანებებდნენ. ახლა ვნახოთ, როგორ იმოქმედებს ახალი რეფორმა ეთნიკურ უმცირესობებზე. პირველ ბარიერს უკვე პროგრამაზე მიღებული მოსამზადებელი კურსზე მყოფი სტუდენტები წააწყდებიან. რა მოხდება, თუ მათი არჩეული ფაკულტეტი კონკრეტულ უნივერსიტეტში აღარ იარსებებს? სად გადანაწილდებიან? რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა გადანაწილდნენ? მოუწევთ თუ არა ქალაქის შეცვლა? იქნება თუ არა 1+4 პროგრამისთვის სპეციალური კოდები? ამ კითხვებზე პასუხი ჯერ არ გვაქვს. და რაბედიელი თავმჯდომარეს ამ ეტაპზე ახალგაზრდებისთვის თბილისში ჩამოსვლა უფრო მარტივია. თითქმის ყველა რეგიონიდან არსებობს პირდაპირი ტრანსპორტი დედაქალაქის მიმართულებით. სტუდენტების ნაწილი ყოველდღიურად დადის სახლიდან უნივერსიტეტში ბინის ქირაობის გარეშე. ახლა კი სხვა პოტენციურად შორეულ ქალაქში გადასვლა ნიშნავს დამატებით ხარჯს ბინის ქირის, გაზრდილი ტრანსპორტის ხარჯებს და ოჯახებთან დაშორებას. ეს ბევრისთვის უბრალოდ შეუძლებელი იქნება. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების უმრავლესობა სწავლის პარალელურად მძიმე შრომაში არიან ჩართულები. ისინი ძირითადად დასაქმებულები არიან ისეთ კომპანიებში, რომლებშიც ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა არ არის სავალდებულო. მაგალითად, Evolution-ში, ქსელურ მარკეტებში ან მუშაობენ კურიერად და ტაქსის მწვოლებად. ცხადია, თბილისში უფრო მეტი დასაქმების პერსპექტივა ვიდრე სხვა ქალაქში. დაანონსებული რეფორმის შედეგად უმაღლესი განათლება გახდება ნაკლებად ხელმისაწვდომი და გადაიქცევა პრივილეგიად. და ყველაზე მეტად ვინ დაზარალდება? ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, დაბალ შემოსავლის მქონე ოჯახები და განსაკუთრებით გოგონები. რადგან პირველ რიგში გოგონებს არ გამოუშვებენ შორეულ ქალაქებში სასწავლებლად.